სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება. ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ. იგი 38 წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში ბეთესდა წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა, რასენითაც იყო შეპყრობილი. და ეს საბრალო კაცი აუზთან ახლოს იწვა, მაგრამ არავინ ყავდა დამხმარე, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა. და აი, უფალმა იესო ქრისტემ ის შეამჩნია. მივიდა მასთან და კითხა, გინდა რომ განიკურნო? და მან მიუგო რომ უნდა, მაგრამ არავინ ყავს. ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. მაშინ უფალმა უთხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარე. მანაც აიღო თავისი საწოლი და გაიარა და განიკურნა. ესეთი დიდი სასწაული მოხდა. აი ამ ამბავში ყველაფერი საკვირველია. უფლის ძალის და მადლის სიდიადე საკვირველია ასევე ამ აუზის მაკურნებელი წყალიც. საკვირველია რომ უფალმა ეს კაცი შეამჩნია და მივიდა მასთან. საკვირველია რომ ეს ადამიანი 38 წელი იყო პარალიზებული და ასეთი სულიერი თვისებები შეიძინა. უდრტვინველობა, მოთმინება, სიმდაბლე, რწმენა, დიდი გონიერება. ეს ჩანს მისი პასუხიდან, მისი ქცევიდან, რომ ამისთვის დაიმსახურა ღვთის ასეთი დიდი მადლი და წყალობა. საკვირველია ისიც, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. და ასე შემდეგ. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთ მოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან და მეტიც მკვდრეთით აღდგებიან. ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა. რა არის ეს საბანელი? ეს ემბაზი. ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია. ხოლო მაკურნებელი წყალი მისი ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს. მაგრამ იმისთვის რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, ეს ძალიან უნდა სურდეს, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს და რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას. და საჭიროა ასევე რომ ყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე მიიყვანს. ანუ ეკლესიაში ვინც მოიყვანს. აი ნახეთ როგორი განსხვავებაა
ახალი აღთქმის ეკლესიის ძალასა და მადლს შორის, მადლსა და ძველი აღთქმისეულ საბანელს შორის, ახალ აღთქმისეულ ემბასსა და საბანელსსა და ძველი აღთქმისეულ საბანელს შორის და აუზს შორის. იქ როგორც გითხარით, მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და მხოლოდ ერთი ადამიანი იკურნებოდა. პირველი, ვინც მოასწრებდა ჩასვლას. აქ კი უფალი იესო ქრისტე ჩავიდა მდინარე იორდანეში. წყლები აღამღვრია იორდანისა და მთელი სამყარო განკურნა. თუ იქ პირველის მერე ჩავიდოდა მეორე თუ მესამე, ისინი აღარ იკურნებოდნენ, იმიტომ რომ მადლი აღარ მოქმედებდა მეტი. ჩერდებოდა ეს. არა მადლის მომცემელის სიღარიბის გამო, არა ღმერთის სიღარიბის გამო კი არ ხდებოდა ესე. არამედ მიმღებელთა სულიერი უზურების გამო იყო ასე. აქ კი პირველის მერე თუ ჩავა მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც 10, 100 თუ 1000 ადამიანი შევიდეს ამ საბანელში და უფრო მეტიც მთელი სამყარო რომ შევიდეს, ყველა განიკურნება, ყველა აღდგება და ყველა განიწმინდება. იმიტომ რომ ეს არის ახალი სახის განწმენდა, სულიერი განწმენდა. და როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, თუ იქ რაც მეტი ადამიანი განიბანებოდა, ის წყალი უფრო ბინძური ხდებოდა. აქ რაც უფრო მეტი ადამიანი განიბანება და შედის ამ წყლებში, მით უფრო წმინდა ხდება. ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლის ღება. მე მინდა დღეს გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად და გავიხსენო ის შესანიშნავი პრაქტიკა, რომელიც მან დააწესა, გულისხმობს საყოველთაო ნათლობის ტრადიციას, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს და ვისურვოთ და ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები. ამინ. დღეს ჩვენ ვლოცავთ ბერიების გვარს. ღმერთმა გაგახაროთ, გაბრავლოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი.